შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი რესპონდენტების უმეტესობას საერთოდ არ აქვს რაიმე არ უკვირს ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ბუნებრივია სამების საკათედრო ტაძარში ამ პროცესის დროს, თუმცა ბუნებრივია გაკვირვებას იწვევს ის და უარყოფით დამოკიდებულებას, რომ ქართულმა ოცნებამ სამებაში ამ დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პარტიის წარმომადგენლები დაპატიჟა და საშვები არ იყო გაცემული არც პრეზიდენტებზე, რომლებიც საქართველოში იყვნენ პრეზიდენტები დროის სხვადასხვა მონაკვეთში და არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. ჩვენ ეს კითხვა დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის წევრებს დავუშვით, რატომ ვერ გამოინახა მაგალითად ორი ადამიანისთვის ადგილი სამების საკათედრო ტაძარში, რომ ორი ყოფილი პრეზიდენტი ყოფილიყო სამებაში წარმოდგენილი, ან სულ რამდენიმე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან სულ რამდენიმე წარმომადგენელი რომ ყოფილიყო სამებაში, თუმცა ქართული ოცნების წევრებსაც კი უჭირთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, ნაწილი საერთოდ თავს იკავებს ამ თემაზე საუბრისგან, ნაწილი კი აცხადებს, რომ პროტოკოლი ყოფილ პრეზიდენტებს ან ყოფილ თანამდებობის პირებს არ ითვალისწინებს და პროტოკოლიდან გამომდინარე არც ერთ მათგანს სამებაში ყოფნა არ ეკუთვნოდათ. მარგოეშვილის ზრუბისთვის საერთოდ არ ყოფილიყო, იმიტომ რომ კიდევ პროტოკოლის მიხედვით ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, ყველანი იქ ვერ დაედეოდნენ. აქ არის საუბარი იმაზე. რატომ 3 ცოცხალი პრეზიდენტი ყავს, ვინც ოდესმე ამ ქვეყანას ყოლია ყოფილი და წინა და რატო ვერ დაედეოდა? მაგრამ მასე ბევრი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცოცხლები და ჯანმრთელები არიან, დიდხანს ამყოფოს მართლა. დაჩახება გაერთიანებულ საქართველოს, გაერთიანებულ საქართველოს არ ნიშნავს პოლიტიკურად გაერთიანებულ საქართველოს. ნიშნავს სამშობლოს წინაშე, სახელმწიფო ინტერესების წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე ერთიან პოზიციას. ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პასუხები, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი დღე რაღაც დაფიქრების დღე არის, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან დაფიქრებაც მოველით, რომელიც შეკითხვებს სვავს. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის, რატო არ იყო სამებაში საშვი დაშვებული? შეგიძლიათ გითხრათ? პრეზიდენტებისთვის რატომ არ იყო ყოფილი პრეზიდენტებისთვის ორი საშვის დაშვება, რატომ იყო პრობლემა? მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამებაში, მათ შორის საშვი დაშვებული იყო გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდზე, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიებიდან ერთი ადამიანზეც კი არ იყო საშვი გათვლილი, მაგალითად, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ პარტიებს და ვისაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს და რომელთა მხარდამჭერებიც მათ შორის შესაძლებელია და იყვნენ ბუნებრივია იმ ხალხს შორის, რომელიც პატივს მიაგებდა ილია მეორეს დღეს საზოგადოების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური თვალსაზრისით გამოიყენა ეს დღე და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ საშვები დაშვებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრებზე და ამიტომაც არ დაუშვეს საშვი არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე.